მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო, მე ვარ ნინო ჭინჭარაული, ეს კი ჩემი საავტორო გადაცემაა ჩვენი უფლებები. პირველ რიგში მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენი სპონსორია და მომავალი თაობის კეთილდღეობისთვის ზრუნავს სამშაბიაროს სახლი იმედის კლინიკა. იმედის კლინიკა გთავაზობ თანამედროვე დორინის მომსახურებას და მრავალფეროვან სერვისებს. უსაფრთხო დედობა, ჯანმრთელი ახალშობილი და ბედნიერი ოჯახი იმედის კლინიკის სავიზიტო ბარათია. დღევანდელი ჩვენი თემაა ადამიანის უფლებები ჯანდაცვის სფეროში. ვფიქრობ, ეს თემა საკმაოდ აქტუალურია და არც თუ იმდენად ცნობილია მაყურებლისთვის, ასე რომ ჯერ გაგაცნობ თვითონ რა უფლებები აქვთ ექიმებს და პაციენტებს. უფლება ჯანმრთელობაზე დიდი ხნის მანძილზე მიჩნეული იყო როგორც მეორე თაობის უფლება. ანუ ეს რას ნიშნავს? რომ იგი არ სრულდება ეროვნულ დონეზე და შედეგად მის განხორციელებას არასათანადო ყურადღება ენიჭება. ხოლო მას შემდეგ, რაც სხვადასხვა ქვეყნებში ეს უფლებები შევიდა კანონმდებლობაში და სხვადასხვა აქტებში, დაიწყო უფრო აქტიური მსჯელობა ამაზე და მისი ძირითადი ელემენტები დაიხვეწა და შესაბამისად საზოგადოებისთვისაც და სხვადასხვა ორგანიზაციებისთვისაც უფრო აქტუალური გახდა. ასევე ეროვნული სასამართლოების მნიშვნელოვანმა გადაწყვეტილებებმა განსაკუთრებით აზიაში, აფრიკაში და ლათინურ ამერიკაში ხელი შეუწყო ჯანმრთელობაზე უფლების რეალიზებას და ამ მიმართულებით სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას. მიუხედავად სხვადასხვა პოზიტიური ცვლილებებისა, უფლება ჯანმრთელობაზე მაინც არ არის სრულიად რეალიზებული. პაციენტებისა და ექიმებსაც სჭირდებათ დახმარება, რომ ჯანმრთელობის დაცვის სფეროში თავიდან აიცილონ, გამოავლინონ და აღადგინონ დარღვეული უფლებები. განსაკუთრებით ისეთ შემთხვევაში, როდესაც პაციენტსა და ექიმს შორის ურთიერთობისას განსხვავებულია ნდობის ხარისხი. ასევე პირველ რიგში მინდა წარმოგიდგინოთ პაციენტთა მზრუნველობის სფეროში არსებული ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო სტანდარტები და განმარტებები. პირველი ასეთი აქტი ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობი, ეს არის გაეროს მიერ გამოცემული ადამიანთა უფლებების დეკლარაცია და იქ არის რამდენიმე მუხლები, რომელიც კონკრეტულად პაციენტთა უფლებებს მიესადაგება. ეს მუხლები არის მესამე სიცოცხლის უფლება, მეხუთე წამების სასტიკი არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის აკრძალვა, მეშვიდე დისკრიმინაციის აკრძალვა, მეთორმეტე პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება. ასევე არის მე-19 ინფორმაციის მოძიების, მიღებისა და გავრცელების უფლება და 25 ჯანმრთელობის დაცვის უფლება. ასევე უნდა აღინიშნოს სხვადასხვა აქტები, ისეთი როგორიცაა საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებათა შესახებ, ასევე ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურული უფლებათა შესახებ საერთაშორისო პაქტი, კონვენცია ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ, კონვენცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის შესახებ და ასე შემდეგ. ეს მცირე ჩამონათვალია იმ პაქტებისა, სადაც რამდენიმე მუხლში ან რამდენიმე თავში არის პაციენტებისა და ექიმების უფლებები თავმოყრილი და რომელიც აწესრიგებს ამ უფლებებს. რაც შეეხება თვითონ პაციენტთა უფლებებს, ძირითადად უფლებებს ჩამოგითვლით, მე რაც კონკრეტულად პაციენტებს გააჩნიათ, ეს არის პიროვნების თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, ინფორმაციის მიღების უფლება, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება, სიცოცხლის უფლება, უფლება ჯანმრთელობის უმაღლეს ხელმისაწვდომ სტანდარტებზე. ასევე წამებისა და სასტიკი და არაადამიანური დამცირების მოპყრობის აკრძალვა, ასევე საჯარო პოლიტიკაში მონაწილეობის უფლება, დისკრიმინაციის აკრძალვა და თანასწორობის უფლება. მრავალი საერთაშორისო ხელშეკრულება და კონვენცია მოიცავს ისეთ უფლებებს, რომელიც ასევე დასაქმებულთა ინტერესებს იცავს. ამ შემთხვევაში ამ სფეროში დასაქმებულებს წარმოადგენენ ექიმები და ექიმების სამი ძირითადი უფლება შეიძლება გამოვყოთ. ეს არის სათანადო პირობებში მუშაობის უფლება, გონივრული ანაზღაურების ჩათვლით, შეკრებისა და გაერთიანების უფლება, მათ შორის პროფკავშირებში გაერთიანებისა და გაფიცვის უფლება და მესამე სამართალწარმოების უფლება და შესაბამისი უფლებები, მათ შორის სამართლიანი სასამართლოს განხილვის უფლება, უფლება დაცვის ეფექტურ საშუალებებზე, პირადი ცხოვრებისა და რეპუტაციის დაცვა, გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლება. ეხლა ამ ძირითად სამ უფლებას განგიმარტავთ უფრო დეტალურად.
პირველი როგორც უკვე ვახსენე, ეს იყო სათანადო პირობებში მუშაობის უფლება. გაეროს ორგანოების განმარტებით არ არსებობს უფლება, რომ პირი უზრუნველყოფილი იყოს მისთვის შესაფერისი და მისი გემოვნების შესაფერისი სამსახურით. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს ადამიანს მისთვის სასიამოვნო გარემოში მუშაობისთვის. ეს ძირითადად ეხება ჯანდაცვის იმ მუშაკებს, რომლებიც დასაქმებულები არიან სხვადასხვა ქვეყნის საავადმყოფოებში და კლინიკებში. გაეროს სახელშეკრულებო უწყებებმა არაერთი კვლევა ჩაატარეს დასაქმებულთა ანაზღაურებისა და სამუშაო პირობების შესწავლის მიზნით. შედეგად კი ვნახულობთ, რომ ჯანდაცვის მუშაკები ძირითადად უკმაყოფილონი არიან ზოგიერთ ქვეყანაში არსებული დაბალი ანაზღაურებით. ჩემი აზრით ამ კუთხით არც საქართველოსია მაინც და მაინც ახარბიელო სიტუაცია, რადგან უამრავი ქართველი ექიმის თვალსაზრისით, როდესაც პაციენტის სიცოცხლე თუ ჯანმრთელობა შენზეა დამოკიდებული და არ გაქვს ელემენტარული მინიმალური ანაზღაურება, ძალიან ძნელია რომ ენთუზიაზმით იმუშაო. რა თქმა უნდა, ექიმების ვალდებულებაა რომ პაციენტებს მიუდგნენ გულდასმით და მათ გამოკვლევაზე იზრუნონ, თუმცა იმისათვის რომ დროთა განმავლობაში უკვე ექიმმა აიმაღლოს პრაქტიკა, კვალიფიკაცია ამისთვის აუცილებელია თანხები და ფინანსები და იმ შემთხვევაში თუ მათ არ ექნებათ სათანადო ანაზღაურება, ალბათ დამეთანხმებით რომ ძალიან რთული იქნება შესაბამისი დონის მიღწევა. მეორე უფლება ეს იყო შეკრებისა და გაერთიანების უფლება. უფლებების ეფექტურად დაცვისა და ჯანდაცვის მუშაკთა მიერ თანაბარი უფლებებით სარგებლობის მიზნით. ძალიან მნიშვნელოვანია მუშაკებს უკანონო ჩარევის გარეშე ჰქონდეთ კავშირების ჩამოყალიბების, გაწევრიანების და მართვის უფლება. ასევე მათ თავისუფლად უნდა შეეძლოთ შეკრება, გაერთიანება, კონკრეტულ საკითხზე მსჯელობა. და ასევე უნდა ვთქვათ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიებზე არ უნდა იყოს ეს ყველაფერი ფოკუსირებული. თუმცა მისი ძირითადი ასპექტების ინტერპრეტაციით აღნიშნული უფლება შეიძლება გავრცელდეს პროფესიულ კავშირებზე. ადამიანის უფლებათა დამცველების შესახებ გაეროს დეკლარაციის გარკვეულ მუხლებში ხაზგასმულია ჯანდაცვის მომსახურების მომწოდებელთა როლი, როგორც ადამიანის უფლებების დამცველები, რომლებიც უზრუნველყოფენ და იცავენ სოციალურ და ძირითადად სამოქალაქო უფლებებს. როგორებიცაა სიცოცხლის უფლება და წამების და არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობისგან დაცვა. და მესამე უნდა აღინიშნოს ასევე სამართალწარმოების უფლება და მასთან დაკავშირებული სხვა უფლებები. ეს ნაწილი მიმოიხილავს სამართალწარმოების სტანდარტებს, რომლითაც სარგებლობენ ჯანდაცვის მომსახურების მომწოდებელი პირები, როდესაც ისინი მიმართავენ სასამართლოს და ამ შემთხვევაში ისინი წარმოადგენენ ან ერთ ან მეორე მხარეს, ანუ ისინი არიან ან მომჩივანები ან მოპასუხეები. 1998 წლის გაეროს ადამიანის უფლებათა დამცველთა დეკლარაციაში მოცემული შესაბამის სტანდარტებში ხაზგასმულია, რომ ჯანდაცვის მომსახურების მომწოდებელი პირები არიან უფლებების დამცველები და მათ ყოველდღიურ საქმიანობაში და ასევე მათი ძირითადი უფლება, ისინი სარგებლობენ იმ ძირითადი უფლებებით, როგორიც პაციენტები. ამას გარდა მოცემულია სტანდარტების მოკლე მიმოხილვა, რომელიც ეხება გამოხატვის თავისუფლებას და ინფორმაციის მიღების უფლებას. აღნიშნული არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რადგან ისინი უზრუნველყოფენ აქტიური მოქალაქეების დაცვას, რომლებსაც სურთ გარკვეული ინფორმაციის საჯარო გამოქვეყნება. ეს იყო მოკლე მიმოხილვა ექიმების უფლებებისა, რაც მე შემეძლო თქვენთვის მომეწოდებინა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ამ კუთხით მაინც და მაინც არ აქვს დიდი ინფორმაცია. გადაცემის მეორე ნაწილში მეყოლება სტუმარი არასამთავრობო ორგანიზაციიდან, რომლის მეშვეობითაც წინა წლის ზაფხულში ჩატარდა ფორუმი და იმედია ერთად შევძლებთ მომავალში ექიმების უფლებების დაცვას და საზოგადოების მეტი ყურადღების მიპყრობას. მე გადაცემის მეორე ნაწილში შემოგიერთებით. გადაცემის მეორე ნაწილს განვაგრძობთ ჩვენ სტუმართან ერთად. დღევანდელი ჩვენი სტუმარია ქალბატონი ქეთევა ნინჯგია. ის არის არასამთავრობო ორგანიზაცია საზოგადოებრივი აზრის წარმომადგენელი. პირველ რიგში მოგესალმებით და მინდა დიდი მადლობა გითხრათ ჩვენთან მობრძანებისთვის. მადლობა თქვენ. ქალბატონო ქეთევა, პირველ რიგში მინდა გითხოთ, რა იყო თქვენი ორგანიზაციის ჩამოყალიბების იდეა, საიდან მოდის და რა მიზნები გაქვთ? საზოგადოებრივი აზრი არასამთავრობო ორგანიზაცია ჩამოყალიბდა 2012 წელს. მისი წევრები ძირითადად არიან სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები, არსებული ექიმები და თვითონ სამედიცინო უნივერსიტეტის ლექტორები და იქ მომუშავე პირები.
ძირითადი იდეა და აზრი წამოვიდა იქიდან, რომ გავკეთებინა ის საქმე, რითაც დავეხმარებოდით საზოგადოებას და რაღაც რამ ხელს შევუწყობდით მათ განვითარებას, როგორც ეკონომიკურად, ისე განათლების, ისე სოციალური მხრივ. საზოგადოებრივმა აზრმა ეს როგორც კი ჩამოყალიბდა, ეგრევე დაიწყო სხვადასხვა პროექტების განხორციელება. ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტი შეიძლება ითქვას, იყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს დავეხმარეთ კერძოდ 300-მდე ეტლი გადავეცით 1 წლის განმავლობაში მათ მექანიკური ეტლები. ეს მოხდა არა მარტო ჩვენი ძალისხმევით, არამედ ჩვენ გვაქვს კონტაქტები გერმანიაში ქართულ სათვისტომოსთან, რომელთანაც რამოდენიმე თვის წინ უკვე მემორანდუმი გავაფორმეთ, თანამშრომლობთ. ისინი გვეხმარებიან ჩვენი ამ ეტლებით და შემდეგ ჩვენ საქართველოში საქართველოს ბანკთან არსებული სიცოცხლის ხესთან ერთად მოვიძიებთ ამ ბენეფიციარებს, ვისაც სჭირდებათ ეს მექანიკური ეტლები და უკვე საქართველოში თითქმის ყველა რეგიონში მოხდა დაახლოებით 300-მდე ეტლის გადაცემა. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ესეთი მასშტაბური პროექტი. ამის გარდა კიდევ ჩვენ ვაგროვებთ წიგნებს, რომ გადავცეთ სასჯელახსოვრების დაწესებულებებში და მათთვის განათლების მხრივ შევუწყოთ ხელი და მათთვის ეს ხელმისაწვდომი იყოს სახელმძღვანელოები და წიგნები. ანუ თქვენი სფერო მხოლოდ სამედიცინო სფეროთი არ შემოგვიყვება. სამედიცინო არ არის, რა თქმა უნდა. და ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური მე ვფიქრობ იყო, ეხლა ზაფხულში 2014 წლის ზაფხულში ჩატარდა ფორუმი, ეს იყო ბათუმში ჩატარდა. და ეს იყო სამდღიანი ფორუმი, რომელიც მოიცავდა ექიმსა და პაციენტების ურთიერთობაზე იყო დამყარებული და აგებული. საიდან წამოვიდა თვითონ ეს იდეა არის ეს პრობლემა? ბოლო პერიოდის განმავლობაში ძალიან გახშირდა და მედიითაც საკმაოდ ესეთი ხშირად იყო გაჟღერებული ესეთი ფაქტები, რომ იყო ექიმზე ზეწოლა, ექიმის მიმართ იყო საჩურები ძალიან დიდი და ყველაზე ესეთი სავალალო შედეგი იყო, რომ ექიმის უკვე სიცოცხლის ხელყოფა მოხდა, ანუ ექიმი მოკლეს. ანუ ძალიან ისეთი მამღლობელი ფაქტი იყო ეს ჩვენთვის, ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ იქნებ როგორმე მივიდეს კანონამდე, ანუ კანონ პროექტი ჩამოყალიბდეს იმისთვის, რომ რაღაც ექიმებს უფრო შეუმსუბუქდეს თავიანთი სამსახური და არ იყოს მხოლოდ ეს რაღაც შიშის ფაქტორი ექიმებთან. ამიტომაც ჩატარდა ფორუმი, რომელიც იყო სამდღიანი. ამას ესწრებოდნენ როგორც ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, ესწრებოდნენ თვითონ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ესწრებოდნენ სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, ასევე ესწრებოდნენ ექიმები და სადაზღვევო კომპანიები. იქ განხილული იყო სხვადასხვა საკითხები, თუ რა არის საჭირო ამ მხრივ რომ გაკეთდეს, შემუშავდა საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებიც შემდეგ უკვე ჩვენმა ორგანიზაციამ შეიტანა ჯანდაცვის სამინისტროში უკვე თბილისში. ასევე ეთიკის პირველივე კომიტეტზე მოხდება მისი განხილვა და იმედი გვაქვს, რომ რაღაც დადებით შედეგს გამოიღებს ეს ჩვენი მთელი სამდღიანი ფორუმი. თვითონ რა ფორმით იყო ეს ფორუმი? თქვენ მსჯელობდით საზოგადოების აზრით? პირველი დღე იყო გაცნობითი, რა თქმა უნდა ყველა გაიცნო ერთმანეთს თუ ვინ რას წარმოადგენდა. მეორე დღე ძირითადად დაითმო იმ პრობლემების წამოჭრას თუ რა პრობლემებია თვითონ კლინიკებში. აი თუ შეგიძლიათ გაიხსენოთ რამდენიმე ძირითადი პრობლემა. ერთ-ერთი ყველაზე ისეთი ხშირი რაც იყო ექიმების მხრიდან ეს არის რაც ეხება ანუ სადაზღვევებთან ურთიერთობას. ასევე ყველაზე დიდი პრობლემა არის თვითონ პაციენტს, ექიმსა და სახელმწიფოს შორის კომუნიკაცია არის ძალიან ნაკლები, ანუ ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს ეს. ექიმების მხრიდან მოდიოდა ის რომ როდესაც ისინი ავადმყოფის ისტორიას ავსებენ, ხშირ შემთხვევაში ხდება, რომ ამ ისტორიის შემდეგ დაკორექტირება ხდება სამინისტროს სადაზღვევოს მიერ და შემდეგ უკვე ექიმზე მოდის გადასახადი, ანუ სანქციები უკვე ექიმს აწვება ყველაფერი. ყველაზე დიდი პრობლემას წარმოადგენდა ეს, რომ სადაზღვევო ძალიან დიდ პრობლემას უქმნის თვითონ ექიმებს და ამ ავადმყოფის ისტორიების შევსებას. ასევე ის ფაქტი იყო, რომ ანუ არ არსებობს ვინმე პირი ან სახელმწიფოში სტრუქტურა, ის ორგანო, რომელიც ექიმის უფლებებს თვითონ ექიმის უფლებებს დაიცავს და ერთ-ერთი მოთხოვნა ყველას მხრიდან ის წამოვიდა, რომ ყოფილიყო ანუ სამედიცინო ომბუდსმენის აპარატი რომ შეიქმნას და ვიღაც იყოს ის პირი, რომელიც განიხილოს ამას და ექიმებს რაღაც მხრივ მაინც დაიცავს. როგორც წესი საზოგადოებაში ესეთი აზრია, რომ როდესაც რაღაც უსიამოვნო ფაქტი ხდება, ძირითადი აგრესია მოდის ექიმზე, რომ თითქოს ექიმის ბრალია, იმას არ ითვალისწინებენ, რომ თვითონ ავადმყოფი პაციენტი, რომელმაც დააგვიანა მკურნალობა, შეიძლება შემთხვევაში ესეც არის, ანუ პაციენტებიც, ანუ ვერ ვიყით რომ ბოლომდე ისინი ანუ უარყოფითად არიან, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც გამოდის, რომ ექიმზე ტყდება ყველა ჯოხი და ეს ესე არ შეიძლება, ამიტომაც იყო ეს ყველაფერი ესე
მეორე მხრივ რომ შევხედოთ, აქვს თუ არა დღევანდელ საქართველოში ექიმს საკმარისი განათლება იმისთვის, რომ ან იმის შანსი, რომ კარგი განათლება მიიღოს. საქართველოში ანუ არსებობს რა თქმა უნდა ცუდი, კარგი ეს ყველა ქვეყანაში ესეა, მაგრამ საქართველოში მე ვიტყვი რომ არსებობს ისეთი ექიმები, ვისაც შეგიძლია ნამდვილად და ნამდვილად პროფესიონალები არიან და ალბათ ესენი ძირითადად არ მინდა ვინმე შეურაცხყოფა მივაყენო, ქალაქში უფრო ამ მხრივ კარგი სიტუაცია ვიდრე რეგიონებში. რა თქმა უნდა, ეს არის. იმიტომ რომ რეგიონებში როდესაც ასეთი ფაქტი ხდება, ძირითადად მათ აგზავნიან შემდეგ უკვე ქალაქებში. ეს პრობლემა ნამდვილად არის, რომ რეგიონებში ძალიან ნაკლებად თუ წავა დაუშვათ ახალგაზრდა, რომელიც ისწავლის თბილისში, შემდეგ საზღვარგარეთ აიმაღებს თავის ცოდნას, ის ნაკლებად მიდის რეგიონში, რადგან რეგიონში არც ანაზღაურება, არც შესაბამისი აპარატურა და არც კლინიკა ისეთი. შეიძლება ისიც ითქვას, რომ როდესაც საზღვარგარეთ ამთავრებს შენ უკვე სამედიცინოს, ისევ საქართველოში დაბრუნების ეს ერთი პრობლემაა და შემდეგ ის რომ კიდევ რეგიონში წახვიდე, თუმცა ვერ ვიტყოდი, იმიტომ რომ ბათუმში, ქუთაისში უკვე არის ისეთი მაღალი დონის კლინიკები აშენებული, რომ საკმაოდ კვალიფიცირებულად შეუძლია ეგ ხალხს მიიღოს სამედიცინო დახმარება. კიდევ რაიმე ისეთ ძირითად პრობლემას ხო ვერ გაიხსენებს, რომელსაც კონკრეტულად ვაწყდებით ექიმის უფლების დარღვევას. ერთ-ერთი ეს არის, რომ ანუ არ არსებობს რაღაც ეთიკის რაღაც ისეთი ნორმები, რომელიც იქნება დაუშვათ აი პაციენტს ეცოდინება. ის რომ მიდის ექიმთან, აი როგორ მოიქცეს, რისი უფლება აქვს მას, რისი უფლება აქვს ექიმს და ანუ რა ევალება მას. ანუ ყოველნაირ ზღვარს არის გადასული ეს, ანუ ძალიან თავისუფლად შეუძლია პაციენტს სიტყვარის შეურაცხყოფა, თუნდაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენოს და აი ამაზე არანაირი რეაგირება არ ხდება ხოლმე. ეს ძალიან ხშირი ის თუ მაგალითად პაციენტი რაღაც შედეგს ვერ იღებს, ისევ ადანაშაულებს ექიმს. აქვე მინდა მე გითხრათ, პაციენტთა უფლებები არის ასეთი, რომ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, ინფორმაციის მიღების უფლება, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება, აი ასეთი უფლებები კონკრეტულად თუ გაქვთ ინფორმაცია აქვს თუ არა ექიმს. ეს ძალიან ნაკლებად ირღვევა, მე ვფიქრობ ეს უფლება, იმიტომ რომ ყველა ექიმი როდესაც თვითონ ექიმი ხდება და ის ლიცენზიას იღებს, ეს ეგრეთ წოდებული ჰიპოკრატეს ფიციდანაც გამომდინარეობს და ისედაც ყველა ექიმი ვალდებულია და მას არანაირი უფლება არ აქვს, რომ პაციენტი, რომელიც მიდის მასთან და ესაუბრება, თუნდაც ნებისმიერ ამან უთხრას, ექიმს არ აქვს უფლება გარდა რაიმე კონსილიუმისა, რომელიც ის სხვა ექიმებს ჩაატარებს და რომელიც ეხება მხოლოდ მის დაავადებას და ხდება მისი დაავადების გარჩევა იმ შემთხვევაში, როდესაც უკვე რამოდენიმე ექიმი ერთვება მხოლოდ იმიტომ, რომ მისი დაავადების რაღაც გამოსავალი წერტილი იპოვოს. თუმცა არ შეიძლება რომ ექიმი გავიდეს და ამ პაციენტის ამ მისი დაავადების შესახებ სხვაგან რაიმე მისი ჯანმრთელობის და ანუ სხვა განხრით ილაპარაკოს. ეს უკვე რა თქმა უნდა დანაშაულია და ეს ალბათ ყველაზე ნაკლებად ხდება დღეს საქართველოში. აქვე მინდა გითხრათ, რომ ჯანმრთელობის დაცვის მომსახურების მიმწოდებელთა სამი ძირითადი უფლება არის, ესენია სათანადო პირობებში მუშაობის უფლება, შეკრების და გაერთიანების თავისუფლება და სამართალწარმოების უფლება და შესაბამისი უფლებები. პირველი რომ ვისაუბროთ სათანადო პირობებში მუშაობის უფლება, აქვს თუ არა დღეს ექიმს სათანადო პირობები? ძალიან ნაკლებად, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ექიმია თუნდაც ჩემს ირგვლივ, რომელთაც 4 თვის, 5 თვის განმავლობაში ან ხელფასი უგვიანდებათ, ან საერთოდ არ აქვთ ხელფასი, ან რაღაც გაუსაძლისი პირობებია. ეს რა თქმა უნდა ექიმის მიმართ დარღვეულია ეს პირობები. და შესაბამისად, როდესაც არ გაქვს სათანადო ანაზღაურება, კვალიფიკაციის ამაღლება, დრო იცვლება, სხვადასხვა მეთოდების შემოქმედის. ამ შემთხვევაში, როდესაც ადამიანს ექიმი მესმის, ექიმი ანუ არ არის დაუშვათ იურისტი, არ არის მოსამართლე, არ არის ბანკში მშრომი ადამიანი, რომელიც დაუშვათ მე არ ვაყენებ სხვა შეურაცხყოფას, თუმცა მას არ აინტერესებს მატერიალური ანაზღაურება, რადგანაც ამ შემთხვევაში ადამიანის სიცოცხლეზე არის საუბარი. ის მას აქვს ხელფასი თუ არ აქვს ხელფასი, ის მაინც მოდის სამსახურში, რა თქმა უნდა და ემსახურება პაციენტს, მაგრამ ადამიანური ფაქტორია, როდესაც შენ დაუშვათ ოჯახში გელოდება შენი შვილები, მეუღლე და იცი როგორი რთული პირობები გაქვს და ამ დროს უulis სხვას, ანუ ამ შემთხვევაში მომსახურების ხარისხი მე ვფიქრობ, რომ უფრო ნაკლებია, როდესაც ანაზღაურება არ აქვს. მით უმეტეს ესეთი პრობლემები ისე მიუბრუნდები, რომ რეგიონებში უფრო ძიმედ არის, ანაზღაურება ისედაც ძალიან დაბალია და დაგვიანების და თქვენი აზრით რაში არის გამოსავალი აი ამ კუთხით რომ იმსჯელოთ მოემატოს ხელფასები თუ უბრალოდ რაღაც ხელფასების მომეტებაზე, ანუ რაც არის ის ნორმალურად გაიცეს მომეტებას, რა თქმა უნდა თუ იქნება ეს მათთვის გაცილებით უკეთესია. ფიქრობ პირობები შეუქმნან ისეთი, რომ მუშაობა იყოს უფრო ანუ ენთუზიაზმი უფრო მეტი ქონდეთ და სრული გაუშვათ უფრო მეტი რომ იმუშაონ ამ ხრივ და გააგრძელოთ თავიანთი სამსახური კეთილსინდესიერად.
და ასევე ვიტყოდი იმას, რომ აი ეს ომბუდსმენის სტატუსი უნდა ჰქონდეს ვიღაცა პიროვნებას, რომელიც დაიცავს და რეგულირებას გაუწევს ექიმისა და პაციენტის ურთიერთობას, რომ ექიმი თავი რაღაც მომენტში დაცულად იგრძნოს. თქვენ წეღან ახსენეთ, რომ კონკრეტული საქართველოში მიღებული კონკრეტული განათლების შემდეგ მიდიან უცხოეთში. ამ უცხოეთში წასვლა საფინანსებ თქვენ თვითონ კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით თუ სახელმწიფო გეხმარება? არის რაღაც პროგრამები, რომლითაც სახელმწიფო გეხმარება, მაგალითად თვითონ სამედიცინო უნივერსიტეტშიც არის, დაუშვათ სამედიცინო უნივერსიტეტს აქვს ევროპის რამოდენიმე ქვეყანასთან ხელშეკრულება და გერმანიაში მაგალითად გიშვებენ, მაგრამ რაღაც ნაწილთან ხარ შენი ხდივ, თუმცა სახელმწიფო რა თქმა უნდა გეხმარება. ამ შემთხვევაში აუცილებელია რა თქმა უნდა ენის ცოდნა, იქ სხვადასხვა საბუთების მომზადებაა საჭირო. თუმცა უფრო მეტ შემთხვევაში ალბათ თვითონ ეს მაშინ როდესაც სტუდენტი ხარ, მხოლოდ სტუდენტი ხარ, ან თუნდაც მაგისტრატურა ან რეზიდენტურაზე აბარებ, მაგრამ უკვე როდესაც შენ შემდგარი ექიმი ხარ, ამ შემთხვევაში შენ თვითონ თვითდაფინანსებას უწევს საფრთხეს. პრაქტიკის საკითხი როგორ არის ამ შემთხვევაში, როდესაც ხარ სტუდენტი, აუცილებელია რომ დაამთავრებ, ყველგან გთხოვენ პრაქტიკას, მაგრამ განსაკუთრებით სამედიცინო სფეროში აუცილებელია. მე ვიტყოდი, რომ წინა თაობასთან შედარებით დღეს უკეთესი მდგომარეობაა სამედიცინო უნივერსიტეტში, იმიტომ რომ როგორც სტომატოლოგიურ ფაკულტეტზე, ასევე თვითონ სამკურნალო ფაკულტეტზეც არის იმის შესაძლებლობა, რომ სტუდენტები თვითონ კლინიკებში გადიან თავიანთ მეცადინეობებს, ლექციებს, მათ აქვთ პაციენტებთან შეხება და ელემენტარული ის უნარჩვევები, რაც საჭიროა პაციენტებთან კლინიკაში, მათ ეს იციან. ამიტომ ვფიქრობ, რომ დღესდღეობით ეს უფრო გაუმჯობესებულია, რადგანაც ასევე ახალი კლინიკები არის სამედიცინო უნივერსიტეტის ბაზაზე. ეს საშუალებას იძლევა, რომ უფრო მეტი სტუდენტის მომზადება მოხდეს თვითონ კლინიკაში. ასევე ჩვენ ვიცით, რომ სამედიცინო უნივერსიტეტში არ არიან მხოლოდ ქართველი სტუდენტები, არიან ძალიან ბევრი არის ინდოეთიდან, შრი-ლანკიდან, სხვადასხვა ქვეყნებიდან ძალიან ბევრი. და შემდეგ ურთიერთობა თუ აქვთ ქართულ სტუდენტებთან, კონკრეტულად იმ ქვეყნის კლინიკებთან, ან თუ გადიან თუ გაქვთ ამაზე ინფორმაცია? კი, მე აი ზუსტად არ გეტყვით, მაგრამ რა თქმა უნდა თანამშრომლობა არის მასთან. კარგით, მეორე ფაქტორზე გადავიდეთ, ეს არის შეკრების და გაერთიანების თავისუფლება. ფაქტიურად ის რაც თქვენ გააკეთეთ ამ ფორუმით და თქვენი აზრით გამოიღებს ასეთი, აი იქნება თუ არა ეს მასშტაბური და მომავალშიც თუ გაგრძელდება. რა თქმა უნდა, ამ ფორუმით ის მივიღეთ, რომ ჩვენ რაღაც სტრატეგიები დავსახით, უკვე რაღაც ვიცით ის საკვანძო თემები, რაც ყველაზე პრობლემური იყო ამ შემთხვევაში კლინიკებში და თვითონ ექიმებში. ამითი ეს უკვე მისულია ჯანდაცვის სამინისტრომდე, მიტანილია ეს. თუ შეგიძლიათ კიდევ ერთხელ რომ უთხრათ მაყურებელს აი პუნქტებად ძირითადი რა პრობლემები იყო ესენი? პირველ რიგში იყო ექიმის, პაციენტის და სახელმწიფოს ურთიერთობა და ამ ურთიერთობის მოგვარება კომუნიკაციის. შემდეგი იყო ის, რომ პაციენტსა და ექიმს შორის რაღაც ეთიკის, მათი ურთიერთობის რეგულირება რომ მოხდეს. ასევე არ იყოს ძალიან ჩარეული არ იყოს სადაზღვევო კომპანია ექიმის საქმიანობაში და არ მოხდეს ამ ავადმყოფის ისტორიების ესე დაკორექტირება და შემდეგ ამ საგადასახადო სანქციების გამოწერა უკვე ექიმებზე. ექიმს ჰქონდეს ნორმალურ პირობებში მუშაობის საშუალება, ეს იქნება ხელფასი თუ ნორმალური აღჭურვილობა კლინიკის თუ პაციენტთან ურთიერთობა. და ასევე ის რომ იყოს მშვიდი გარემო და ასევე ომბუდსმენი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მთავარია, რომელიც დაიცავს და რაღაცა პრიორიტეტებს მიანიჭებს იმას, რომ ექიმი იყოს დასული, აი როგორც მაგალითად საპატრულო პოლიციაზე მისი სიტყვიერი შეურაცხყოფა არის დასჯადი, რაღაც მსგავსი სასჯელიც რომ იყოს, რომ ექიმმა ნორმალურ პირობებში შეძლოს მუშაობა და არა რაღაც შიშის ფაქტორის ქვეშ. და მესამე არის სამართალწარმოების უფლება. თქვენი ინფორმაციით, ბევრი საქმე მიდის ექიმსა და პაციენტს შორის დაპირისპირების დროს. სასამართლომდე ბევრი საქმე მიდის. ეს უფრო ალბათ იურისტების საქმეა, მაგრამ მე როგორც ვიცი თვითონ იურისტებისგან არის ძალიან ბევრი საქმე და ხშირ შემთხვევაში პაციენტის მხრივ უფრო დადებითად წყვეტენ ხოლმე ამ საქმეს. ამიტომაც ვფიქრობ ამ მხრივაც დასახვეწია, იმიტომ რომ კანონმდებლობაში არ არსებობს ისეთი რამ, რომელიც მხოლოდ ექიმს იცავს. ალბათ სწორედ ამას ომბუდსმენის აპარატი იქნება ის, რომელიც გამოიკვლევს სწორად და შემდეგ მარტივი იქნება უფრო ჩვენთვის განსაზღვროთ ექიმის უფლებები ირღვევა თუ პაციენტის. კარგით, რამეს ხომ არ დაამატებთ? კიდევ რამე რჩევას ხომ არ მიცემთ? ან როდის აპირებთ, როდის იქნება თქვენი კიდევ ერთი ფორუმი? ჩვენ ეხლა ზამთარში ბაკურიანში ჩავატარეთ ესეთ ფორუმი, ეს იყო პირველადი სამედიცინო დახმარება.
როდესაც ახალგაზრდებს, თუნდაც დამწყებ ექიმებს, დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს ვასწავლიდით პირველად სამედიცინო დახმარებას, ანუ რა უნდა გაუწიოს ადამიანმა, როდესაც ნახავს, რომ დავუშვათ ქუჩაში ნახავ მან გულწასული ან ესეთ რაღაცა ელემენტარული უნარჩვევები ვასწავლეთ მათ. ყოველ წელიწადს ესეღებ სეზონურად მართავთ ხოლმე, ახლა ზაფხულშიც იგეგმება სხვადასხვა პროექტები. ალბათ ბათუმში ისევ გაიმართება ფორუმი, რომელიც ისევ სამედიცინო სფეროს შეეხება, რაც შეეხება ეტლების განაცემას ამ შესაძლებლობის პირებზე, აი ისევ გრძელდება გერმანიდან ისევ რაღაც რაოდენობით ეტლებს ჩვენ ისევ გვიგზავნიან და ალბათ საქართველოს მასშტაბით ისევ გადავცემთ ამ ეტლებს ამ პირებს. კარგი, ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ მობრძანებისთვის. მე კი შეგახსენებთ, რომ ჩვენი სპონსორია და მომავალი თაობის კეთილდღეობისთვის ზრუნავს სამშობიაროს სახლი იმედის კლინიკა. იმედის კლინიკა გთავაზობთ თანამედროვე დონის მომსახურებას და მრავალფეროვან სერვისებს. უფსაფრთხო დედობა, ჯანმრთელი ახალშობილი და ბედნიერი ოჯახი იმედის კლინიკის სავიზიტო ბარათია. დიდი მადლობა მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით.